უსმენთ შოხატაურის ხმას. თამთა წინწეწესთან ერთად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ძალიან საინტერესო და ბევრისთვის ცოტა უცნობიცაა. ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს ამერიკული ფილმები, სადაც 12 ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, არის თუ არა ბრალდებული დამნაშავე. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი სასამართლო არსებობს საქართველოშიც. დღეს ვისაუბრებთ, როგორ ინიშნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ვინ შეიძლება გახდეს ნაფიცი მსაჯული. რა ვალდებულებები აქვს მას და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეები თავად მონაწილეობდნენ მათ მსაჯულებაში. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი ქალბატონი თამთა ზენაიშვილი და ის გვესაუბრება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. დიდი მადლობა ქალბატონო თამთა გადაცემაში მოგზაურობისთვის და დავიწყოთ. რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი სასამართლოსაგან? მოგესალმებით ქალბატონო თამთა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ აღნიშნული თემით დაინტერესებისათვის. ზოგადად რომ დავიწყოთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ინსტიტუტია, რომლის მიზანია საზოგადოებაში მაღალი ჩართულობა სასამართლო პროცესში და ასევე ხალხის მიერ უნდა იქნეს განხორციელებული სწორი მართლმსაჯულება. მათი მონაწილეობით განხორციელებული სასამართლო გახლავთ დემოკრატიის ერთ-ერთი მაჩვენებელი ქვეყნებისათვის, ის გახლავთ ფუნდამენტალურ დემოკრატიული ინსტიტუტი, პრინციპები, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უდევს საფუძვლად, მნიშვნელოვნად შეამცირებს მოსამართლეთა მანიპულირების შედეგად უსამართლო და ვფიქრობთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის საზოგადოების მიერ წარმოებული მართული სასამართლო პროცესი, ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი გახლავთ, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი ვერდიქტის მიღების გარანტი. ის სასამართლო სისტემიდან დამოუკიდებელი, უბრალო მოქალაქეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახლავთ საკუთარი მართლშეგნებისა და პირადი რწმენის საფუძველზე. მინდა მოგახსენოთ ასევე ისიც, რომ მსაჯულები არ ხელმძღვანელობენ კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით, ისინი მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებისას ანგარიშვალდებულნი არიან თავიანთი სინდისისა და რწმენის წინაშე. ისინი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით აფასებენ სასამართლოში მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და შესაბამისად გამოაქვთ ვერდიქტი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ძალიან დიდი და რთული გზა გაიარა დახვეწამდე და საბოლოოდ ჩამოაყალიბა მიუკერძოებელი, ყოველგვარი გავლენისა და ზეწოლისაგან განთავისუფლებული სასამართლო სისტემა, რომელიც საზოგადოების მაღალ ნდობას ნამდვილად იმსახურებს. საზოგადოების ჩართულობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უმთავრესი ძალა გახლავთ, რადგან სწორედ მათ მიერ ხორციელდება სასამართლო პროცესი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელმწიფოები მიიჩნევენ როგორც დიდ მონაპოვარს დემოკრატიული და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ფუნქციონირებისათვის. ასევე დავამატებ იმასაც, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს როგორც ქვეყნის ყველაზე ცუდ სისტემას მიიჩნევს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. მათ მიაჩნიათ, რომ არაიურიდიული განათლებისა და პრაქტიკის მქონე ადამიანთა ჯგუფის მიერ მიღებული ვერდიქტი არ შეიძლება იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი. შესაბამისად, ეჭქვეშ აყენებენ ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გთხოვთ გვესაუბრეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის შესახებ საქართველოში, მისი განვითარების ისტორიიდან დღემდე. როგორ ხორციელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს მაგალითზე? ძალიან საინტერესო კითხვა გახლავთ, მოგახსენებთ აღნიშნულთან დაკავშირებით. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არ იყო გამონაკლისი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფესვები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებს სათავეს, თუმცა მას ამ სახელწოდებით არ იცნობდნენ. მაგალითად, ხევსურეთის ჩვეულებითი სასამართლოსთვის დამახასიათებელი იყო სამართალწარმოების ისეთი სახე, როგორიც არის რჯული, ანუ 4-დან 12 კაცამდე რჩეული პირებისგან შედგებოდა, ძირითადად ესენი გახდნენ უხუცესები,
მაგრამ პირადი ღირსების გამო შესაძლებელი იყო ახალგაზრდებით შეეყვანათ აღნიშნულ სიაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი ტიპის სამართალს ქმნიდნენ, მსაჯულებს უწოდებდნენ. ისინი თავიანთ ადათ-ჩვეულებების მიხედვით განიხილავდნენ სხვადასხვა ტიპის საქმეებს, თუმცა მოგვიანებით, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა დაიხვეწა და შესაბამისად დღესდღეობით მსაჯულთა სასამართლო სისტემაში მსაჯულების არჩევის წესი შეცვლილი გახლავთ და ასევე დახვეწილი. ძველი სისტემის მსგავსად დღესაც არის შეზღუდვა გარკვეული თანამდებობის თუ პროფესიის პირებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ იყვნენ მსაჯულები, თუმცა ამ შემთხვევაშიც ის ფუნქციონირებს სახეშეცვლილი სახით. ნაფიც მსაჯულები პირველ ეტაპზე ძველ დროში იხილავდნენ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეებს. პირის ბრალეულობის და უდანაშაულობის საკითხს ადგენდნენ ნაფიცი მსაჯულები, რომლებსაც არანაირი იურიდიული და სპეციალური განათლება არ ჰქონდათ. ბრალდებულს ეძლევა უფლება დღეის მდგომარეობით, რომ თავად აირჩიოს სურს თუ არა თავისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულებმა. თუ ბრალდებული უარს იტყვის ნაფიცების მიერ საქმის განხილვაზე, მაშინ საქმის განხილვას აგრძელებს რაიონული საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ნაფიც მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი არ საჩივრდება. მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში გამამტყუნებელი ვერდიქტი. როგორ ხდება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა? ვის შეუძლია გახდეს და ვინ ვერ გახდება ნაფიცი მსაჯული? საინტერესო კითხვა გახლავთ და მოგახსენებთ აღნიშნულზე პასუხს. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა ხდება შემთხვევითობის პრინციპის მიხედვით საქართველოს სამოქალაქო რეესტრში დაფიქსირებული 18 წელს მიღწეული პირების ერთიანი სიიდან არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით. ასევე აუცილებელი გახლავთ ის, რომ ფლობდეს უნდა სისხლის სამართლის პროცესის ენას, შეზღუდული არ უნდა ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მიერ საქმის შესრულებას. ასევე აღსანიშნავი გახლავთ ისიც, რომ ნაფიც მსაჯული არ შეიძლება იყოს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც კანონში მკაცრად არიან გაწერილნი, მათ არ აქვთ უფლება იყვნენ მსაჯულები. რამდენი მსაჯული მონაწილეობს პროცესში და რას აკეთებენ ისინი სასამართლოს ხდომაზე? საქმის განხილვისათვის შერჩევა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში არ უნდა იყოს 6 ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეზე, 8 ნაკლები მსაჯული მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეზე და 10 ნაკლები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეზე. შეიძლება თუ არა მოქალაქემ უარი თქვას ნაფიც მსაჯულად ყოფნაზე? ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს, რა თქმა უნდა, აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ თვითაცილება და უარით განაცხადონ პროცესში მსაჯულად მონაწილეობაზე, თუ არსებობს ამისთვის საკმარისი საფუძველი და რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნეს დასაბუთებული. ნაფიც მსაჯულად შერჩევის ხდომაზე ხდება პირების ნაფიც მსაჯულად არჩევა, ამ პროცესში მონაწილე მხარეების მონაწილეობით ასევე ხდება მათი არჩევა. მხარეებს აქვთ დასაბუთებული აცილების უფლება და ასევე რამდენიმე დაუსაბუთებელი აცილების შესაძლებლობაც. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ვინ შეიძლება არჩეულ იქნეს ნაფიც მსაჯულად და რა შემთხვევაში შეუძლია მას თქვას უარი თავისი საქმის შესრულებაზე? დიახ, მოგახსენებთ, პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რეესტრის მონაცემთა ბაზაში გახლავთ დაფიქსირებული, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი, ასევე იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში, იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარეობს რაიონული სასამართლო და იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი. და ასევე რაც გახლავთ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიც მსაჯულის მოვალეობის შესრულებაში. რაც შეეხება უშუალოდ შეუთავსებლობასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული მსაჯულის აცილების საფუძველი. საფუძვლებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ის გახლავთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა
თანამდებობის პირი, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე, ადვოკატი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, სასულიერო პირი, აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ბრალდებული და პირი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მცირეოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არ არის 1 წელი გასული. და რაც ასევე მნიშვნელოვანი არის, ეს პიროვნება არ უნდა იყოს ნასამართლები. რაც შეეხება თქვენს კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე პირმა, ეს გახლავთ, თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში ის უკვე იყო ნაფის მსაჯული, თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, ან კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელი არის, ან მნიშვნელოვანი ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშევსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციის ერთობლიობით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ და თუ გახლავთ 70 წელს გადაცილებული. სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფის მსაჯულის კანონიერი ინტერესები, მაგრამ უბრალოდ სურვილის არქონით უარს ვერ იტყვის პიროვნება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატობაზე. რა ვალდებულებები აკისრია ნაფიც მსაჯულებს? მაგალითად, შეუძლია თუ არა პროცესის დეტალებზე გარეთ საუბარი? რა თქმა უნდა, ნაფიც მსაჯულს არ აქვს უფლება პროცესის დეტალებზე ისაუბროს გარეთ. ნაფიც მსაჯული ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი, ყურადღებით მოусმინოს პროცესს და არ გასცეს საქმის დეტალები სხვისთვის. მას ეკრძალება მედიის გავლენით ან სხვისი აზრით მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს. საბოლოო გადაწყვეტილებას როგორ იღებს ნაფიცი მსაჯულები? საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებისას ნაფიც მსაჯულები შედიან დახურულ სათათბირო ოთახში, სადაც მხოლოდ რჩებიან ისინი, იქ მიმდინარეობს მსჯელობა და ხმათა უმრავლესობით წყვეტენ, დამნაშავე არის თუ არ არის დამნაშავე ბრალდებული. რამდენად ხშირად გამოიყენება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი საქართველოში? დღეის მდგომარეობით ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ იშვიათად გამოიყენება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პრაქტიკა, რაც საჭიროებს ძალიან დიდ დახვეწას და ძალიან დიდ ძალისხმევას, რათა საზოგადოებაში იქნეს ამაღლებული კულტურა. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განსხვავებით, საკმაოდ იშვიათად გამოიყენება ჩვენთან, როგორც მოგახსენეთ. რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემას? რა უპირატესობები და რისკები არსებობს ამ პროცესის მიმდინარეობისას? ეს სისტემა სამართლიანობას ამაღლებს, რადგან გადაწყვეტილებას იღებს არა მხოლოდ მოსამართლე, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები. უპირატესობაა საზოგადოების ჩართულობა, ხოლო რისკი არის ის, რომ მსაჯულები შეიძლება ემოციებით უფრო იყვნენ დატვირთულები, ვიდრე იურიდიული ლოგიკით. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ძალიან დიდ ყურადღებას იწვევს საზოგადოებაში, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ყავს ბევრი მოწინააღმდეგე და ბევრიც მხარდამჭერი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა ხშირ შემთხვევაში დებატებისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ბევრი მიიჩნევს, რომ არსებული მოდელით ახვეწას და დიდ მუშაობას მოითხოვს. საზოგადოების ნაწილის აზრი ამ თემის მიმართ კატეგორიულია და არ სურთ ამ ინსტიტუციის ფუნქციონირება, რადგან მათთვის მიუღებელია, რომ არაპროფესიონალმა გამოიტანოს ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე. აქედან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი რჩება ერთ-ერთ აქტუალურ თემად სახელმწიფოთა კანონმდებლობაში და რა თქმა უნდა, მუდმივად განიცდის სახეცვლილებას საზოგადოების აზრისა და უკეთესი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. სახელმწიფო ცდილობს შექმნას სწრაფი, სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება ყველა მხარისთვის, ისევე როგორც უფლება მოვალეობებისა ნაფიც მსაჯულებს ენიჭებათ, ასევე სოციალური გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს მათ წინაშე ნაკისრი მოვალეობები, ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვს დროულად მიიღოს სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. ხარჯები თავის თავში მოიცავს მათ დღიურ, მგზავრობის, საკვებით, განსაზღვრულ შემთხვევაში კი საცხოვრებლითაც კი უზრუნველყოფას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენ მიერ განხილული ინსტიტუციის ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის
ფუფუნების საგანია და ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე მოწინააღმდეგეთა ნაწილი მიიჩნევს იმასაც, რომ ხსენებული ტიპის სასამართლო პროცესი გახლავთ დროში გაწელილი, რაც ხელს უშლის სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების იდეას. როგორ განსხვავდება საქართველოს ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო სხვა ქვეყნების მაგალითზე? ძალიან საინტერესო კითხვა გახლავთ და მოგახსენებთ. დიახ, უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს გესაუბრებით სხვა ქვეყნების მაგალითზე, მაგალითად, რაც შეეხება ინგლისს, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ინგლისში მოსამართლეს არ შეუძლია მიუთითოს მსაჯულს დამნაშავეთა ბრალეულობის შესახებ, ის ვერ ერევა მსაჯულთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე ვერდიქტის გამოტანაში. რაც შეეხება ადრე მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა ხელახლა ერჩია ნაფიცი მსაჯულები და გადაეხედა ვერდიქტისათვის, თუ ჩათვლიდა, რომ ამის აუცილებლობა არსებობდა. დღეის მდგომარეობით დიდ ბრიტანეთში ბრალდებულთა უმრავლესობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ირჩევს იმ მოტივით, რომ მსაჯულთა მონაწილეობით წარმართულ პროცესში გამართლების მეტი შანსია, ვიდრე ერთპიროვნულად საქმის განხილველი მოსამართლის პირობებში. ისინი განიხილავენ როგორც სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე სამოქალაქო სამართლის საქმეებს, ასევე იმ კატეგორიის საქმეებს, სადაც მეორე მხარე გახლავთ სახელმწიფო. რაც შეეხება უშუალოდ, ასევე დავამატებ იმას, რომ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ განიხილება სისხლის სამართლის საქმეები, სამოქალაქო და სხვა საქმის წარმოებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ ცნობს. შეეხება უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ფართოდ გავრცელება ჰპოვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა, თუ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს გარანტი გახლავთ. დღესდღეობით შესაძლებელია თამამად ითქვას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილად გაამართლა. სტატისტიკური მონაცემებით აქ ყოველწლიურად ნაფიც მსაჯულებს 100,000-ზე მეტ საქმეზე გამოაქვთ ვერდიქტი. ეს მაჩვენებელი კი მთლიან მსოფლიოში მიმდინარე სასამართლო პროცესების 90% შეადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულები განიხილავენ ყველა სახის დანაშაულებრივ საქმეებს, რომელთა გამოც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 თვეზე მეტი ვადითაც კი. მსაჯულები სამოქალაქო საქმის განხილვისას, ასევე დამნაშავე ცნობის თუ არცნობის გარდა ასევე ადგენენ იმ ჯარიმას თუ ზარალის განსაზღვრას, რომელიც მოუწევს ბრალდებულს გადაიხადოს. ასევე ისინი მონაწილეობენ კომპენსაციის ოდენობის დადგენაშიც კი. უშუალოდ გერმანიასთან დაკავშირებით, გერმანიის მაგალითზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განეკუთვნება კლასიკურ მოდელს, რადგან მასზე გავლენა ვერ მოახდინა ინგლისურმა მოდელმა. გერმანიაში სასამართლო სისტემა მოიცავს 4 ძირითად რგოლს, ესენი გახლავთ საუბნო სამართალი, მიწის სამართალი, დიდი პალატა და მცირე პალატა. ნაფიც მსაჯულებს გერმანიის მაგალითზე შეფენებს უწოდებენ, რომლებიც ირჩევენ საერთო სიიდან მოსამართლეს შეარჩევს მთავარ და სადათარიგო შეფენს. შეფენების ასაკი გახლავთ 25-დან 70 წლამდე. საერთო სამართლის ქვეყნებში მსაჯულის ასაკი არის 18 წელი. ჩემი აზრით ეს ასაკი არ არის სასამართლო მართლმსაჯულებისთვის სამართლიანი განხორციელების მყარი გარანტი, რადგან ამ ასაკში არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული მიზნები, მათი მამოძრავებელი პრინციპები და ზეგავლენის ქვეშ მოქცევა საკმაოდ მარტივია როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარიდან. ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს? რატომ უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომ ერთ დღეს შეიძლება თავად გახდეს ნაფიცი მსაჯული? დიახ, მოგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთავარი მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ სამართალში ჩვეულებრივი მოქალაქეების ერთვებიან, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მოსამართლის და იურისტების საქმე. გადაწყვეტილების ნაწილი გადადის რიგით ადამიანებზე, ამით სახელმწიფოც აჩვენებს ნდობას, რომ შეგვიძლია გადავწყვიტოთ დამნაშავეა თუ არა ადამიანი. ეს თავის მხრივ ზრდის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიმართ, როცა ერთმა მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეიძლება ბევრ ეჭვს იწვევდეს და ბევრს ეჭვიც კი გაუჩნდეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა 12 სხვადასხვა ადამიანი მსჯელობს, უფრო სამართლიანად და ობიექტურად აღიქმება. ნაფიცი მსაჯულები ფაქტობრივად საზოგადოების სარკენი არიან, ისინი გამოხატავენ იმ ღირებულებებს,
და ვალდებულებებს, დამოკიდებულებებს, რაც ხალხში არსებობს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ვინც ამ როლში მოხვდება, იყოს სერიოზული, მიუკერძოებელი და ბოლომდე აცნობიერებდეს მის გადაწყვეტილებას, რაც ადამიანის ცხოვრებას ეხება. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ერთ დღეს მოუხდეს ნაფიც მსაჯულის პოზიციაში ყოფნა, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულება, არამედ ეს გახლავთ მოქალაქეობრივი უფლება. ნაფიცი მსაჯულები პირდაპირ მონაწილეობენ იმაში, თუ როგორი იქნება სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის განვითარებაში და სამართლიანი მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც მას გააჩნია ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, მათი მოგვარება მხოლოდ დროის საკითხია და გადაულახავ დილემას, ვფიქრობ, რომ არ წარმოადგენს, ხოლო ამ ყველაფრის გამოსწორების შესაბამისად მივიღებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულფასოვან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულების სისტემას, რომლის გამოტანილ ვერდიქტს ძალიან დიდი ძალა და საზოგადოების ნდობა აქვს და მომავალში ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ექნება. მადლობთ. დიდი მადლობა. მადლობთ მოწვევისათვის. სასამართლო, სადაც ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, ნიშნავს, რომ ზოგჯერ უბრალო მოქალაქეებს ეძლევათ ძალა და პასუხისმგებლობა გადაწყვიტონ ადამიანის ბედი. ეს დიდი პასუხისმგებლობასაც მოითხოვს და სახელმწიფო ნდობასაც გვაჩვენებს. როგორც გავიგეთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ინიშნება, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია ერთ დღეს აღმოჩნდეს ამ პროცესის ნაწილი. დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს, ადვოკატ თამთა ზენაიშვილს, საინტერესო ახსნისთვის და დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს. კარგად ბრძანდებოდით.